მოგესალმებით ჩვენ შევიკრიბეთ რომ უნდა გამიხილოთ სოფლის პროგრამებთან პროგრამასთან დაკავშირებით სულად არიან რაიონიდან მიწვეული სტუმრებიც და მოგახსენებთ ეს პროექტი მიმდინარეობს 2009 წლიდან ძალიან კარგი პროექტია წინა წლებში იყო რომ უბლებში შევდიოდით აი ეს პირველად არის ახლა შევიკრიბეთ თლიანად თელესოფელი ერთად ყველა უბლებში შევდიოდით და რასაც განაცხადა რომ უბანი კეთებოდა ის პროექტები მეორე წელზე ჩვენ სოფელზე თლიანად გამოყოფილი არის 59761 ლარი სოფლის პროგრამებს ხარდაჭერიდან ეს უნდა წამოვიდეს თვითონ უბლებიდან თქვენი ინიციატივა რაც პირველ რიგში საჭიროა რაშიდაც ჩავეტევით და უნდა გაკეთდეს უბლების მიხედვით ძალიან ბევრი რაღაცები გაკეთა წინა წლებში ამ პროექტებიდან თითქმის ყველა უბანში რაც იქნება ახლა რაც საწი დავსვამდა რაც ისიც გავაკეთებ თქვენიდან წამოვიდეს ინიციატივა გავაკეთოთ ეს უკვე მაგას მოგახსენებთ აბერტ ორიგეც სიტყვის 20 კლას მოგესალმებით მე დავიწყოთ ევრამი არ მოგსათქმელი იმიდან სულ მოგესალმებით ყველას მადლობას მოგახსენებთ რომ მოგძანდით ანუ ეს მე მინდა აღნიშნო რომ ეს თანხა არ არის ახლა რაღაცა დიდი რაოდენობის თანხა ისეთი რომ ბევრი პრობლემა გადაჭრა სოფელში და ყველა სოფელში ამისანა პრობლემებია რომ ძალიან გზა ჭირდებათ, გაზიფიცირება ჭირდებათ და დენების და უამრავი რაღაცა არის, მაგრამ ეს თანხა, მცირე თანხა არის, მაგრამ იმედი გვაქვს ჩვენ და ეს ასეა დაგეგმილი რომ ეს პროექტი გაგრძელდება და მომავალ წელიწადს იქნება თანხები და ანუ ის მინდა გითხრათ რომ ჩვენი ამოსვლის მიზანი და რემონტელი შეკრების მიზანი ის არის რომ ეს ამ პროექტში ვიყო ჩართულები, მოსახლეობა იყოს აუცილებლად ჩართული და გადაწყვეტს ისე რა არის გასაკეთებელი, კონკრეტულად რა საქმიანობა და რა პრიორიტეტები არის, თქვენიდან წამოვიდეს. ანუ თქვენ მოსასმენად თორ ჩვენ მოსული. ჩვენ ჩავიწერთ, მოვიაზრებთ, თქვენას მივიღებთ, გავითვალისწინებთ და რა ამ თანხაში რა ჩაეტევა, იმას გავაკეთებთ. დანარჩენი ახლა მინდა გითხრათ რომ რა პროექტები, სხვა პროექტების მუშაობს, სხვა პროგრამები მუშაობს ყველა მიმართულებით და ეს არჩივი არ იფიქროთ ახლა რომ რაღაც დაუშვათ ეს თანხა არის გამორიცხული და ამის სოფელს დაანებეს თავი და მიუშვით. არის ის პროექტი გზა მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ ეს სოფელის პირველი სვირი არის ჩასმული გზის პროექტში და გაკეთება. ეს მე მაქვს ამისანა ინფორმაცია რომელიც მე შეიძლება და სარწმუნო ინფორმაცია მოხდა ამ სოფელში არის კონკრეტულად ამაზე ეს არის ეს პროექტი მის მუშაობა. გაზიფიცირებაზეც კიდე ახლა ეს კომპანია არის თავისი პროგრამა აქვს და თავისი პროექტების მუშაობს და ალბათ ეს საქმეს მოგვარდება ეს პროექტი დევს ჩვენი სოფლის პროექტი განსაკუთრებით. ანუ ახლა ეს თანხა რომ რაღაც ახლა მე ვაპარაკობ გამოცდილებიდან რომ სოფლის ბონდი ეს თანხა ავიღოთ და ჩავდოთ გაზში, ჩავდოთ ეში, მაგრამ ეს არის კაპიკები და მოდი ვიფიქროთ და შევჯერდეთ იმისანა საკითხებზე რომ ეს სოფლის დარჩება. იქნება ანუ ასე ვთქვათ მრავალწლიანი რაღაც ისეთი მოვიფიქროთ და გავაკეთოთ. ისეთ მოვიქცევით აქ ახლა იმედია რომ ყველა უბიდან არის წარმომადგენელი სოფელი. ისეთ მოვიქცევით რომ რაღაც ახლა ეს 1000 ლარობით ჩვენ ახლა მე ამობას და დავფანტო და ვერაფერი ვერ გავაკეთოთ ეს სოფელში. ანუ კიდე მინდა დამატებით თქვა ჯიმი, ამასთან დაკავშირებით რომ ეს თანხა რაც არის ახლა ეს თანხა გასაზღვრული. აქ არის ახლა ეს გეცოდინებათ ალბათ თქვენ და მაგრამ შეგახსენოთ კიდე რომ არის ესე იგი შეიძლება ეს გაკეთოთ კონკრეტული საქმე რომელსაც თქვენ იტყვით, შეიძლება გაკეთდეს ხარჯაღრიცხვი, შეიძლება გაკეთდეს დეფექტურით. ანუ დეფექტური ნიშნავს იმას, დეფექტური მოთხოვნა ითხოვთ მასალებს, ლოგისტიკის მასალები და აი ეს თანხა რაც არის ჩადებული დაუშვათ. ეს თანხა კონკრეტულად თქვა 20,000-ის მასალას მიიღებთ თქვენ. მაგრამ ეს არის თქვენი გასაკეთებელი, მე სოფლის, ანუ თქვენი მუშახელი გასაკეთებელი. რაც ახლა იმდენად არიდებენ თავს, უნებულები არიდებენ, რომ იტყვის მოსახლეობა, მე აღარ სრულდება, აღარ აკეთებენ ისინი. ეგ არის შეგოწობას, ვინც არა, მაგას გაცნობ. როგორ არ გააკეთებ, მაგრამ ეს არის შემოთავაზება, ასე ვთქვათ. ეს ნაკლებაშდება, მაგრამ თქვენი გასაკეთებელი არის. ხარჯაღრიცხვით გაკეთებული პროექტებს გარკვეული ნაწილის თანხები მიდის უკან. ანუ იმასაც გვერდს ვერაულებთ, არის საშემოსავლო და გეგმიური ზედადები და ასე შემდეგ. ხო და აი ეს გაითვალისწინეთ, ეს გაითვალისწინეთ, რომ მე მართლა მინდა რომ რაღაც პროექტები ვაკეთება, რასაც თქვენ დაინახავთ, თვალით რომ იყო ჩართულები, როგორც მუშახელი და ისე ასევე როგორ არის, სად რა წავიდა, სად როგორ არის, რომ რაღაც გამჭვირვალე იყოს ეს პროცესი, რაღაც ბუნდოვანი კითხვები და რაღაც ეჭვები ამაზე არ დადგეს რა. იმიტომ რომ ყველა უხერხულ მდგომარეობაში არის ამ დროს, რაღაცა შეიძლება რაღაც წარმოქმნა, რაღაცა კეთდება, რაღაცა ბნელი ის, მაგრამ ეს თქვენ უფლებავთ ეს გადაამოწმოთ, ეს არავინ ვერ დაგიმალავთ თქვენ ამას, რომ ეს მოითხოვოთ, ეს თანხა საწავიდა და რამდენი მოვიდა აქ,
ამას მე ვერ დაგიმონებს ეს არის საჯარო ინფორმაცია და ხელმისაწვდომი. ასე რომ მინდა გითხრათ რომ ეს თანხა რაც არის მცირეა, მე არ ვიზახ რაღაც ახლა დიუსული, მაგრამ თქვენი გასაკარგია თქვენ თვითონ მოგისმენთ ახლა და შევჯერდეთ რაღაც კონკრეტულ საქმეებს, რომელიც გამოადგება სოფელს და რაღაც დარჩება და ხალხის უსინა მნიშვნელოვანი ასე რომ პრიორიტეტული რა. აი ეს მინდა რომ გითხრათ ხო? ამ ხალხში გზა თუ შეიძლება. გზაზე მოგახსენეთ ალბათ. ანუ პირველ რიგში დაკავშირებით. ვარ მე თამამად. ყველაზე საუბრობაზე. ანუ შეგა გასაგებია გზებზე საუბრობაზე. რაც შეეხება ახლა რაღაც შიხები და ეს არის და მაგას ასფალტირება ვერ მოხდება რა თქმა უნდა მაგრამ თუ არის შეიძლება მაიში იქნება ხო 500 მილიონია გამოყოფილი ახლა თუ რაღაცა ტალახია ისეთ და გაუვარი მდგომარეობა და საშინელია მაგრამ ხრეშის გადაკრა ეს შედეგი არ მოგვცა ჩვენ ამის თქმა მინდა რა ეს თუ ახლა რაღაცა ისეთ მოგისალო რაღაცა ტალახია რაფია და სასაული ო მაგი რა თქმა უნდა ცხოვრები და რაღაცები მოგირი აქ შემოწმულია თუ არის თუ გინდა არა ეს ისა არა რაც არის და ბევრი რაღაცები არის ჩამონათული რას თავაზობს ის ჩვენ აქ კიდები გარანტირებული მოგირები და რიტუალები და ასე შემდეგ ბევრი რაღაცა არის და თავაზობს ეს მოიაზრო თქვა ხოლმე თქვენ რაც გინდათ ეს თქვენ დასხვა მოლესწერი ანუ დასხვა ნიშნავს იმას ას თქვენ და იმას გაგეთება მოგის და თუ შეიძლება რომ ეს გავაკეთოთ. რომელუბაზე? ჩაინიშნოთ. აგერა არის შესაძლებელი, რა ვიცი, ჩიტორელიძე კიდე ვარდუკაძეების. ეს რა ვიცი, რო ავდივარ კი ცხოვრობს, ჩიტორელიძე ცხოვრობს და ვარდუკაძე. ახლა კერძოდ იმის ის არა არის რა უნდა და ხალი გამოდის ზადა ცხოვრი საჭიროა და მოხეშვას სანიაღვრე უნდა ეს სანიაღვრე საკეთები ანუ სანიაღვრეზე ძირითადად დაბალები ხო სანიაღვრე კაპიტალური თურა სანიაღვრე ისე არ გაკეთდება და ცხოვრობდნენ მანძილი მე გორგე პოტახა ანუ ის რო წამოვა საპროექტო დააპროექტებს ის რა კი მაგას საგებია მაგრამ ახლა არავის ზოგადად ხარობს რომ სიგზე დააპროექტებს 70-80 არა ძალიან ცუდი მდგომარეობა ბავშვი შეგიძლიათ წამოგზავნეთ და შეამოწმოთ როგორც გარეთ ისეც შიგნით არ აქვს ბავშვის ტუალეტი ტუალეტში გაშვების მეშინია ბავშვს შეგიძლიათ რაღაც მიზერული თანხა რომ გადმოგვირიცხოთ და დაგვეხმაროთ ალბათ კიდევ სოფელი მე მგონი სოფელი საჭიროა გადახურავსიანად არ ესაჭიროა შეიძლება ჭირდება რამოდენიმე ესა გამოსაცდელი შიფერი და ტუალეტი სახლები იყინება ხალხი, ჭები აოსილია. უშრო შელემაღაჭა. ეს არქები მე მოადენეს ამ ჩვენ უბას, სვირის უბას. თელი წყალი დაგვაწყდა ჯერ მაინც ის. ოხრისკენ მოდის ხო ის წყალი? ოხრისკენ მოდის. ძალიან ავარიულად, ძალიან ჭაჭი წყლებს ვერ ვსვა. სუბავსილია, წყლები დაღვეული წყლები. არხი მაგ კომუნისტების დროს იყო არხი გაჭრი, ძილი მეტკახევრიანი არის. ეს არხი მთლიანად წაჭრილია, ხო 30 წელი აღარ გაკეთებულა. ხო და ეს არხი არის ძალიან სასწრაფო და ძალიან აუცილებელი გასაკეთებელი. 10 წელიწადი ამას ნატრობ, ოცნებო, ცხოვრობს აკა საჭირო. სანაც ეგ ამ ტერიტორიული რჩევინიშ. არის ტყე რო გადის, ტყე ისა. გაგაფისაფონი რო იყო, შოთიკო, ის თავზე არის 20 ოჯახი ჩვენი რა.
სტადიონი როა რო ჩადიხარ. ხო. ქიმიურს ისო იყო, ქიმიური გაცდები რა. სოფქიმიის საზოგადოების ის გაცდები. იქ ხელმოჭრილი შედიხარ და არის ჩვენი მოსახლეობა 20 ოჯახი. შეგნება, იქ არის არხი ხო? რომელიც თქვენ გაზიანეთ. იქ ბოსელი, იქ ბოსტანი და კიდე უბრალოდ უნდა მოვიყოლოთ და ძიება დაიწყოს და არაფერი არ არის გასაგები და საგანები. იქან არხი რომ გაიგონებია და გამაგაგეკეთებიათ მაგნაირის. ესენი კი არ არის ყველაფერი იმას. აგეთ ერთი შეგნება მოსაზრება. არაფერი ბოსელი არ არის. მოუსმინოთ ერთმანეთს რა, ყველას არა. ვირნა მეიკანოს და იმ მაგაც მიცას. მოუსმინოთ ბიჭო. როგორ მოვიხმაროთ ეს თანხა? თანხა იმდენად მიზერულია ეს ბატონი რომ აქვს რაღაც პრობლემებზე. იქ უბნებში და რაღაც ბოგირებზე და რაღაც ღელეებზე და სანიაღვრებზე. მე მგონი ეს იქნება აბსურდი რასთან დაკავშირებით. ახლა მე არ ვიცი ვის იურისდიქციაში არის მაგალითად სკოლა, ბაღი, ამბულატორია, ის თუ არ შედის ჯანდაცვის იურისდიქციაში და ჯანდაცვა არ აფინანსებს და არ გააკეთებს და განათლების სამინისტრო არ აკეთებს სკოლას და ბაღს, თუ ეს ჩვენი საზრუნავია, მაშინ ხომ არ აჯობებდა ასეთი რამ რომ ეს თანხა, აი მაგალითად არ არის ფანჯარა, ის სტეკლო. და კიდევ უბერავს, ხო აქ მოსავლების სწავლობა. დარბაზია, სპორტის დარბაზი, მე ვიყავი შესული გავერბინე, ფეხი ჩამივარდა იმაში, იატაკზე და კი რამ ხელი მოვიტეხე. ბავშვები დარბია. პირველ რიგში საზრუნავი არის ბავშვები. თუ ამას არც განათლების სამინისტრო, არც ჯანდაცვის სამინისტრო თქვენ გამეცით მე ამას პასუხი. თუ თქვენ იტყვით ახლა ეს კეთდება გზა, ხო ერთ წელიწადში. თქვენ იტყვით რომ ეს 2 წელიწადში გაკეთდება, მაგრამ ამ 2 წელიწადამდე ბავშვები დადიან, ხო? თუნდაც იმ ბაღში, ხო? მათ ტუალეტი არ აქვს. თუნდაც ამბულატორია ავიღოთ. ექიმებია 1 2 3 აი ექთნები 4 რასთან აქვს ახლა მაგათ პრობლემა მე ხშირად უყურებ მათ ჯანდაცვა თქვენ ყველა ჯანმრთელობა გვინდა ახლა გზები და ბოგირები ჯანმრთელობას ყველა წამალი და ყველას უნდა ექიმი ხო აი მე შევხვედრი ვარ ასეთ სიტუაციას რომ 40 გრადუსის სიცხე ზაფხულში და ერთი ექიმი ერთანი მისდევს უკან დიდი სოფელია სვირი თქვენ 50000 ლარი გამოყავთ ესე იგი თითო ადამიანზე თითო კომზე 5 ლარი კი არც გამოყავთ რომელსაც ჩვენ იმედი გვქონდა რაღაც ჯერ აქედან უნდა დავიწყოთ რომ ეს მიზერული თანხა არც უნდა იყოს ამ კეთილშობილმა სოფელმა და დიდმა სოფელმა ეს გადმოგდებული მაგრამ აქედან დავიწყოთ ხომ არ აჯობებდა რომ ამ ექიმებს 3 კილომეტრიან გზებს რომ გადიან რაღაც თანხა დაურიცხოთ აი ეს ბენზინის ფული ან რაღაცა რომ თუნდაც უანგაროთ აი მე თქვენ ის მიიყვანს დანიშნულების ადგილზე ყველას ტელეფონი ხო არ ვითხოვთ რომ რაღაც მანქანა მივიცეთ ანდაც თუნდაც ამ სკოლაში ჩავსვათ ფანჯრები გამოცოლოთ იატაკი გავუკეთოთ ტუალეტი ამ ბაღს ამ თანხით და დავუყუროთ და რაღაც ინფრასტრუქტურა ცოტა შევცვალოთ აი ეს საბჭოს შენობა ჩვენი რაღაც შევაკეთოთ მაინც რაღაც აი ისა ელფერი რომ მივცეთ აი კაცი რომ შევიდეს ხო სათხებოში კი არ შევდივარო არა ცოტა მოკრძალებულად რომ შევიდეს მაინც სოფლის სათავეა და სოფლის რაღაცა არის და აი ამ ბოგირებს და ამ ღელებს ძალიან მიზერული თანხა არის ახლა ჩემო თანასოფლელებო ის იმდენად მცირე თანხა არის რომელთა ჩვენ ახლა ამაზე აბსურდულიც გამოვა საუბარი რა ჭუბიც მოგივა ჩვენ უბანში მაგალითად წყარო გვინდა იმას გზაუნა იმას მოგებელია ჩვენ მე ვიცი მაგრამ ამაზე დავანებ მოდი ეს თუ იქნები თქვენ თანახ აი რაც მე დავასახეთ აი ეს თანხა შეიძლება რაღაცაზე მოხმარდეს და წაადგეს და გამოჩნდება კიდეც ბატონო სამსახო არის გარკვეული პროექტები რომლებიც მუშაობს სკოლებთან დაკავშირებით ესთან დაკავშირებით და საუშო ყველას ყავს თავის და ჯანმრთელობასაც ყველას ყავს თავის პლატფორმი გასაგებია მაგრამ ჩვენ როგორც სოფლელები მე აღვნიშნე ეს რაღაც შეგვიძლია რომ რაღაც თანხა ფანჯარა ჩაუხსნათ დათობა გქონდეთ და წვიმამ არ დააწვიმოს არ უცადოთ საბავშვოებს როდის მიხედავს ეს სკოლამდელი აღზრდის სამსახურები და ამის როდის ჩამოყალიბდება ის სახურები გაუკეთოთ მე ეს აღვნიშნე და გითხარი თქვენ მე არ მითქვი რაღაცა გასაგებია თქვენი პოზიციის გასაგებია მე მაგ მინდა გითხრათ რომ მიმართულებას ანუ გეუბნებით რომ ეს თანხა არის რაც არის ვერც გავზით გასაგებია მესმის და მე თქვენ უკვე მეყურებ თქვა რაღაცა საშუალო საქმე თქვენ მოგისმენთ და თქვენ უნდა იმას მითხრათ და თქვენ უნდა შეთანხმდეთ თქვენ ხომ მეზობლები ხართ არცსავები ხართ რა არის აუცილებელი სოფლის თქვენ მითხარით თქვენ თქვით გარკვეულ კონკრეტულად ამ თანხასთან და
მეტი არ მე არაფერი. საერთოდ რა არის პროექტისა პირველ რიგში გასაკეთებელი მეორე ჩემი საქმე არ არის მაგრამ თქვენი საქმე არის. ამ ფულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ. თუ პრობლემები არის მომრავლე კი ბატონო. და ჭაშიც შემოდის წყალი. მაგრამ დაახლოებით ზაფხულის 4 თვის განმავლობაში წყალი 2 კილომეტრიანი მაგისტრალს გადის. ბავშვია თუ მოხუცებული ხალია, დასავლეთ წყალი მოაქვს ხელით. ანუ 10 ლიტრიანით ან 5 ლიტრიანით და ესეთი ის არის. ანუ გაგვიკეთეს ჭა გვაქვს გაკეთებული, გაჭრილია დაახლოებით 8 მეტრამდე. წყალი არის შიგნით, ანუ მოვძებნით ის ჭა გაჭრილია. და მჭირდება შლანგები. მჭირდება სამფაზიანი მატორი, თავისი სამფაზიანი მრიცხვები. ასე ესე იგი გვინდა ცისტერნა კიდო სადაც აუზი დადგება მაღალში და 17-ვე ოჯახს დაახლოებით 40 ტონიდან 60 ტონამდე 40 ტონა საკმარისი იქნება. რამდენია წყალი ძლიერ ბანოჩა? როგორ? ჭაში იქნება 2 ტონა წყალი. არა, ჭაში არის დაახლოებით დღეში შემოვა 15-20 ტონამდე. კაი რა, ამეტია ჭაში 20 ტონა წყალი. არის წყალი არის ისეთი მარაგი ნახეთ ძლივს ნახეთ, მოუ რა.